ქოცთა უბედურება რო წარმოიდგინოთ რა ხდება მათ საწყალ თავს პროპაგანდონური რუსთავი 2 გაუშვეს კოპენჰაგენში იმის შესასწავლად ანუ ადგილის სანახავად როგორ დაარბია პოლიციამ იქ დემონსტრანტები ანუ იმის საჩვენებლად ქოცნებამ გააგზავნა რუსთავი 2 როგორი ცუდი დემოკრატია აქვს დანიაში და როგორ არბევენ ხალხს დემონსტრანტებს რა და შეგახსენებთ ერთ-ერთი კომპანიის შესასვლელი გადაკეტეს პროჰამასურმა აქტივისტებმა პალესტინური დაჯგუფებიდან რომ რატო უგზავნის ეს კომპანია ისრაელს შეიარაღებისთვის საჭირო მასალებს აი ეს იყო ალიაბალია ანუ დაარბიეს კი არა და აყარეს იქიდან და გამოათრიეს პოლიციელებმა საწარმო კომპანიის შესასვლელიდან ჰამასელი აქტივისტები მორჩა და რუსთავი 2 მალე მიასანქცირებენ მაგასაც რა თქმა უნდა იმედივით და პოზიტივისაც და იმედსაც კიდევ ერთხელ მიაყოლებენ უბრალოდ უხერხული არ არის დანის დემოკრატიაზე წუხარში თქვენ დააფეთქებულებო აგერ საქართველოში ცოცხლად დაწყავებენ რა მის ხალხს და ბავშვებს და ქალებს იმაშვებიან რა ქვია ტროტუარზე დგომისთვის ციხეში სვამენ და მაგაზე დანის დემოკრატიაზე სალაპარაკოთ მოიცალეთ და იქ აქვია ჯგუფები გააგზავნეს ჟურნალისტური რომ იქ ადგილზე გაეცნო სიტუაციას თუ არ დაგავიწეთ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობაში ნინო შუბლაძე მიხეილ სააკაშვილის მტლეკავი იყო პროდიუსერი ხათურა ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილის მტლეკავი იყო ნაცებიზოს და ორივე მათგანი სააკაშვილის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე გაშვებული ყავს ესპანეთში და იტალიაში დასასვენებლად გამოქვეყნდა იმ სააკაშვილის საბრალდებო დასკვნებში და იმეებში ხო ვიცით ყველაფერი ის ხარჯები რაც სააკაშვილმა გასწია სახელმწიფოს ხარჯი მათ შორის არა მხოლოდ ვიღაცეებისთვის თავის პარტიის ქალებისთვის სამაჯურების ყიდვა იყო არამედ აი ამ ჟურნალისტების ნინო შუბლაძეს და ხათუნა ბერძენიშვილის ესპანეთში დასასვენებლად გაგზავნა აი ეგ არის კიკუები